что все-таки органы местного самоуправления о существующих проблемах имеют сведения. Нельзя сказать, что они не имеют сведения. Потому что, как вчера нам наши респондентки сказали, они несколько раз приезжали в органы местного самоуправления и прям садились, говорит, мы половина села, сколько могли вместить, в автобусы приезжали, мы говорили о наших проблемах. Но дело в том, что насколько открыто само население говорит, ну, как бы так сказать, с политиками, и насколько открыто население говорит с общественниками. Очень большая разница. С общественниками они говорят более открыто и более, как бы сказать, более смело выражают свои желания, свое видение, как они видят разрешение их проблем. Но я не знаю, почему это так происходит, но я могу оценить. Скорее всего, наверное, может быть, потому что я была свидетелем такого случая, когда гражданка, активная гражданка говорила, что она несколько раз обращалась, и все время ее обращения только остаются обращением, она даже не получает ответа на свое обращение. То есть, вот, скорее всего, вот это является причиной того, что они второй, третий, четвертый раз уже думают, раз на примере одного не получилось добиться, допустим, своего требования, то уж зачем мы должны все время вот так вот стучаться в двери органов местного самоуправления. Ну, наверное, сначала нужно будет посмотреть, какие средства будут отведены для разрешения этих проблем, которые мы все-таки слышим в первичном плане, это, конечно же, село Кочегане. В дальнейшем мы будем встречаться еще и с женщинами других сел. И только после этого, наверное, посмотрим. Ну, на сегодняшний день мы знаем, что для них приоритетна поливная вода, самое главное. И, скорее всего, мы посмотрим, какая сумма все-таки отведена для того, чтобы разрешить эту проблему. Ну, наверное, на поливную воду мы тоже будем обращать большое внимание, так как за счет поливной воды живут села. ახსენეთ რომ 2013 წლის ბიუჯეტზე დაიწყეთ მუშაობა და უკვე ბოლო მონახას აკეთებთ. თუ შეგიძლიათ წინასწარ გითხრათ, როგორ იქნება 2013 წლის ბიუჯეტი? რას ეკითხებს შეიტანთ 2013 წლის ბიუჯეტში და რა მთავრობას რა გაუგზავნეთ დასამტკიცებლად? მოგახსენებთ ჯერჯერობით რაც არის შემუშავებული ბიუჯეტის პროექტი, აქ მოგახსენეთ რომ არ არის ის ძირითადი ტრანსფერი, რომელიც მიზნობრივად უნდა წამოვიდეს რეგიონის განვითარებისთვის და რაიონის განვითარებისთვის რა. ეს ბიუჯეტი მოიცავს ამ მომენტისთვის სოციალურ პროგრამებს ფართო სპექტრით, სადღაც 400.000-მდე, 500.000-მდე არის გათვალისწინებული. არის საკრებულოს მიერ ყოველ წელს მტკიცდება პროგრამა, რითაც ჩვენ საშუალება გვეძლება. ხო, რაც ოპერაციების და მედიკამენტების. ამის გარდა კულტურის განვითარებისთვის გვაქვს ჩვენ სერიოზული თანხებით ჩადებული სპორტის კულტურის ცენტრი, რომელიც ფუნქციონირებს მარნეულში, მისი დაფინანსებაც გარკვეულწილად ცოტათი იზრდება რაღაც სხვადასხვა ღონისძიებებისთვის. მე მოგახსენებთ, წელს უკვე ბევრად უფრო ამაყი ვარ, იმიტომ რომ ჩვენმა ბავშვებმა, მარნეულის მუნიციპალიტეტიდან წარდგენილმა ბავშვებმა რამდენიმე ფესტივალში მიიღეს მონაწილეობა და საპრიზო ადგილების დაიკავეს და ეს ზუსტად იმის შედეგია, რომ გაეზარდათ კონკრეტული დაფინანსება და უფრო მიზანმიმართულად წავიდა ეს დაფინანსებები. ასევე სპორტზე შემიძლია ვისაუბრო, საქართველოს ნაკრებში, ძიუდოს ნაკრებში ყველაზე მეტი სპორტსმენი მარნეულიდანაა. ვცდილობთ, რომ ეს ბიჭები, ეს ჩვენი სპორტსმენები ვატაროთ შეკრებებზე, გქონდეთ იმის საშუალება, რომ უფრო ინტენსიურად გაიანონ ფიზიკური მომზადება. დანარჩენი გიორგი, თქვენ თუ დაამატებდით, რა დაკვეთა მიეცით მთავრობას იმისთვის, რომ მარნეულში გაკეთდეს, ანუ რაც ჩამოთვალეთ ინფრასტრუქტურული პროექტები, კიდევ თუ არის ის, რაც მაყურებლისთვის საინტერესო იქნება 2013 წლის ბიუჯეტში? ფაქტიურად ბატონმა ალექსანდრემ ამოწურა თქვა, თუმცა მე ვიტყოდი, რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის ალგეთის მიმართულებით გზის დასრულება, მოასფალტება გზის და შეერთება წითელი ხიდის გზის, რომელიც და ეს ნამდვილად პრიორიტეტად გზის და რამდენად მოხერხდება ცენტრალურ ხელისუფლებასთან. ცენტრალურ ხელისუფლებაზე ხარ დამოკიდებული. ცენტრალურ ხელისუფლებაზე ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ჩვენთვის და ყულარის მიმართულებით, ანუ ორი ესეთი ეს ასე ვთქვათ ძარღვი არის მარნეულისთვის საავტომობილო გზა, ამის ეს გვაქვს პრიორიტეტად და მოსახლეობის მოთხოვნაც ეს არის ნამდვილად ვინაიდან
ნახევრამდე არის თითქოს ეს გაკეთებული და სამართლიანად ითხოვს დანარჩენი მოსახლეობაც, რომ მათ სახლისთანაც გაიაროს ამ გზამ და ამასთან ერთად ისევ და ისევ სასმელი წყლის პროექტები იქნება ისევ მოთხოვნილი სარწყავი წყალი რამდენად პრიორიტეტულია. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ აი სოფლის მეურნეობის ბიუჯეტი, გაზრდილი ბიუჯეტი ალბათ მოგვცემს საშუალებას და იმედია, რომ გაითვალისწინებენ მარნეულის ჩვენს რეგიონსაც და ცენტრალური ბიუჯეტი დააფინანსებს და განახორციელებს. ჯერ არ გქონიათ შეხვედრა ცენტრალურ მთავრობასთან? კონსულტაციები. ტრანსფორმაცია მოხდა და მთავრობის შესვლა განხორციელდა, მას შემდეგ არ გქონია, მაგრამ ჩვენ თვითონ ეთერში ვსვამში. ველოდებით ალბათ დაგვიძახებენ და ახლიდან მოხდება იმ პრიორიტეტების განსაზღვრა რა. ამის გარეშე თქვენი აზრით შეგაცვლევინებენ თუ თქვენზეა მაინც დამოკიდებული? თვითმმართველობა ზუსტად იმას გულისხმობს, რომ ჩვენ თვითონ განსაზღვროთ მოსახლეობასთან და არასამთავრობო სექტორთან ერთად თუ რა მიმართულებით უნდა ახალ დაიხატოს. გაცვლევინებდათ ხოლმე მთავრობა პრიორიტეტს? მე რომ გითხრათ, ეხლა სული თვითმმართველობა ხორციელდებოდა და დეცენტრალიზებულები ვიყავით, თქო არ იყო ეგრე ეს ყველაფერი, მაგრამ რა თქმა უნდა კონსულტაციები მიდიოდა ყოველთვის ცენტრალურ ხელისუფლებასთან და ეხაც ეგრე იქნება. კონსულტაციები ყოველთვის გაიმართება, ეს ჩვეულებრივი მუშა პროცესი არის რა. კარგით, სანამ უკვე მეორე ეტაპზე გადავიდოდეთ, მანამდე გადაცემაში რეკლამის დროა, ჩვენ რამდენიმე წუთში დავბრუნდებით, არ გადაერთეთ. დავბრუნდით პირდაპირ ეთერში, ბატონო გიორგი, თქვენთან მექნება შეკითხვა. თქვენ საუბრობთ არაერთ პროექტზე, როგორ ხდება პროექტების, როგორ საზღვრავთ პრიორიტეტებს? მაგალითისთვის მინდა მოვიყვანო ქართული ენის სახლი, ანუ სანამ რაღაც საკითხს გადაწყვეტთ, მოკვლევას ატარებთ თუ არა, რაღაცა ანალიზს აკეთებთ თუ არა, რა სიტუაცია, როგორ არის ქართული ენის სახლი, მარნეულში არის სიტუაცია ისეთი, რომ არ ვიცით ქართული ენა, გვჭირდება, მაგრამ და გაიხსნა ძალიან კარგი ქართული ენის სახლი. მაგრამ რიგით მოქალაქეებისთვის არის ხელმიუწვდომელი და მაინც მგონია, რომ იმ მიმართულებით არ მუშაობს, რა მიმართულებითაც უნდა იმუშაოს და რაც არის მოთხოვნა. და ფართო მასშტაბიან ხასიათს არ ატარებს. თქვენ რა კომენტარს გააკეთებდით? დიახ, მოგახსენეთ, ყველანი თანხმდებით ზოგადად, რომ ქართული ენის სახლი საჭიროა ჩვენი რაიონისთვის და ძალიან კარგი არის, რომ ასეთი ლამაზი შენობა დგას ჩვენთან და რომელიც უნდა ემსახუროს ქართული ენის პოპულარიზაციას და აზერბაიჯანულ მოსახლეობამ შეისწავლოს ქართული ენა. ერთ რამეში ვერ დაგეთანხმებით. მე ნამდვილად სიღრმისეულად არ ვარ, მაგრამ ზოგადად ვიცი, მაქვს ინფორმაცია ქართული ენის სახთან დაკავშირებით. როგორც ჩემთვის ცნობილია, ამ ეტაპზე 150-მდე მარნეულის მოსახლემ გაიარა გადამზადება. ძირითადად პედაგოგებმა და იმ ადამიანებმა, ვისაც პედაგოგებმა ბატონო გიორგი, როგორც ბილინგური სისტემასთან დანერგვასთან დაკავშირებით მიდიოდა აზერბაიჯანული პედაგოგების გადამზადება, მაგრამ პარალელურ რეჟიმში იყო რამდენიმე ჯგუფი მოსახლეობისთვისაც, თუმცა ეს ასაკი ყველას არ იღებენ. ნუ არ იღებენ, თქვათ და პატარა ბავშვებს. ასე თქვათ, ორი მასწავლებელი ყავთ. დიახ, ორი მასწავლებელი ყავთ და ამჟამად როგორც ვიცი, მე ახლა მიმდინარეობს ტესტირება, ანუ იმ ეტაპის დასრულების შემდეგ ტესტირება მიმდინარეობს გადამზადებული და როგორც ჩემთვის არის ცნობილი, სადღაც 50 განაცხადი არის უკვე 50 ადამიანის მხრიდან შესული, რომ სურს შეისწავლოს ქართული ენა. მე ვესაუბრე აგრეთვე და ვიცი სამომავლო შეძლებს? იცით რა არის ახლა 50 თუ მოთხოვნა გაიზარდა, თავისთავად პედაგოგებიც უნდა დაემატოს. მე როგორც ვიცი, სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით მათ საკმაოდ ფართო აზრები აქვს და ფიქრები აქვს. ფორმატი როგორც ვიცი არ იცვლება, ანუ იგივე პრინციპით აგრძელებს მუშაობას ენის სახლი და თავისთავად ახლა თუ მოთხოვნა იქნება იძულებული, ახლა ჩვენ პირდაპირ ვერ ვერევით ამ საკითხში, რადგანაც ქართული ენის სახლი განათლების სამინისტროს ქვემდებარია და ნუ თუ შეგვეკითხებიან და რეკომენდაციის სახით შეგვიძლია მიცეთ. დეცენტრალიზაცია საჭიროებს ეგ საკითხიც. რა თქმა უნდა, საერთოდ რაც გინდათ რომ ბატონო ალექსანდრე, თუ გსურთ რომ ქართული ენის სახლი გადმოვიდეს ადგილობრივი თვითმმართველობის დაქვემდებარებაში, გაუმჯობესდება თუ არა მუშაობა ქართული ენის სახლის? თქვენი აზრით?
მე ხა ნაკლებად თავარ მაგის სპეციალისტი ხარ, ვარ მოგატყუე. აი შორიდან რა შეხედოთ, პირველ რიგში თუ რაღაც მოთხოვნა არის მოსახლეობის სახელმწიფოს მიმართ და ხელისუფლების მიმართ, პირველ რიგში თვითმმართველობაზე მოდის ეს მოთხოვნა და პირველი ჩვენ ვართ ის რგოლი, რომელმაც უნდა მიიღოს ეს მოთხოვნა და შემდეგ განახორციელოს განახორციელოს ამ მოთხოვნის შესრულება რა და ეხლა ხდება როგორ ჩვენ ვართ შუარგოლი ვინაიდან ჩვენ არ გავსაზღვროთ ქართული ენის სახლის მუშაობის პოლიტიკას ჩვენ ვართ შუარგოლი გადაგვაქვს ეს ყველაფერი განათლების სამინისტროზე და მე მგონი ბევრად უფრო მეტი ინფორმაცია და მეტად უფრო შეგვიძლია ამ მოთხოვნების განხორციელება თუ ჩვენზე იქნება მაგრამ ვინაიდან ზოგადი განათლება, საშუალო განათლება არის ცენტრალიზებული და სახელმწიფო განათლების სამინისტროს მეშვეობით ახორციელებს პოლიტიკას ადგილზევე, ამ ეტაპზე შეიძლება მიზანშეწონილი იყოს, რომ დარჩეს ქართული ენის სახლი პირდაპირ ცენტრალური ხელისუფლების დაქვემდებარების ქვეშ, მაგრამ თუ ზოგადად მოხდება დელეგირება ისევ ზოგადი განათლების პოლიტიკის თვითმმართველობებზე, რა თქმა უნდა ქართული ენის სახლიც გადმოვა მაშინ და თვითმმართველობა გაუწევს შეფობასაც.